ამიტომ ვიძახი უნდა გავიფიცოთ როგორ შეიძლება მშვიდი ცხოვრება გავაგრძელოთ როცა ქუჩაში სისხლიან როგორ შეიძლება მშვიდი ცხოვრება გავაგრძელოთ როცა ჟურნალისტებს ხალხმა ომშიც არაფერს არ ეხებიან ჟურნალისტებს კლავენ შუა ქუჩაში მკვლელობა როცა თავზე ახტებიან ადამიანებს როგორ შეიძლება არ გაიფიცოს ოპერატორი იმედის იქნება თუ ნებისმიერი არხის ხალხო თქვენ გაგწირავენ პირველ რიგში თქვენი ხელით გხოცავენ და კი გურამ იყო მართალი როცა იძახდა რომ ჩემი მეგობრების ხელით მკლავენო ეგრე ხდება მართლა ეგრე ხდება ჩვენი მეგობრების ხელით გკლავენ მათი რეპუტაციის მათი გაჩუმების და მე არ ვიცი რა უნდა გიღირდეს დღეს რო ჩუმად იყო რა არც ერთი პარტია არც ერთი პოლიტიკა როგორ შეიძლება ქვეყანაზე და შენ საყვარელ ადამიანებზე წინ დააყენო რანაირად და ახალგაზრდებზე რომლებიც მართლა ექიმებს ურტყამენ მაშინ როცა ისინი სხვა ადამიანების დახმარებას ცდილობენ ამ სისასტიკეს აუცილებლად ექნება შედეგები მათთვის და ეს უკვე ცხადია ჩემთვის. აი ერთ რამეს ვიტყვი რომ ვინც დღეს კიდე ფიქრობს და აქციაზე აქამდე არ ყოფილა გუშინაც ვიტყვი გადით იმიტომ თუნდაც რომ ნახოთ საუკეთესო ადამიანები ამ საზოგადოების საუკეთესო ნაწილი როგორ დღეს იქ და გაიცანით ის საზოგადოება რომელსაც პროპაგანდამ დაგაშორათ თქვენ აღარ გგონიათ რომ ასეთი კარგი ადამიანები არიან დღეს ამ ქვეყანაში და ვინც უყურებთ პროპაგანდისტულ არხებს გამორთეთ ეს არხები გადით და გაიცანით ეს საზოგადოება ქუჩაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოირთვება თუ ოპერატორი დადებს კამერას პროპაგანდა ავტომატურად გამოირთვება თუ ოპერატორები გამორთავენ კამერებს ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი ბოდიშს გიხდით ემოციები და აბსოლუტურად ადეკვატური ვითარება ზუსტად ასე ვგრძნობთ ყველა თავს და შეიძლება ახლა ჩვენ არ ვტირით მაგრამ ვტირით ბევრს განმავლობაში სირილი მქონია რომ მე არ გურამ რო გავა რომ ახსენეთ სამჯერ ვიტირეთ არ მეტირება ანუ ეს არ არის უსუსურობის ტირილი თქმა უნდა ეს ადამიანების მეუბნებიან როგორ ხარ გვეცინება აქციაზე ერთმანეთს რომ ვაკითხებთ როგორ ხარ და ხალხს ხვენია რომ კარგად ვარ თქვა და მე აღარ ვიძახი რომ კარგად მედგრად მე ვარ მედგრად და არ ვაპირებ რომ ამ ტერორში ვაცხოვრო ჩემი შვილი და ამ ტერორისტულ რეჟიმს დაკანონებაში შეუწყო ხელი არ ვაპირებ და არ ვიცი დამიჭერონ ცემენ მე ყველანაირი სცენარისთვის მზად ვარ არავის არ ეშინია ეგ არის